მოგესალმებით. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დღეს ინგლისური ენის ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, ჯადოსნურ და აუცილებელ ნაწილზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ერთად გავიგებთ თუ როგორ უნდა დავალაგოთ მოვლენები სწორად და როგორ მოვყვეთ ისტორიები ისე, რომ მსმენელისთვის ყველაფერი ნათელი, ლოგიკური და რაც მთავარია, მარტივად გასაგები იყოს. იცით, რეალურად ეს არის ის ფუნდამენტი, რომელიც ჩვენს ნებისმიერ ტექსტს თუ საუბარს სტრუქტურას აძლევს. მოკლედ, მე მარიტა მასწავლებელი ვარ. და წარმოიდგენეთ, რომ ახლა ჩვენს ჩვეულებრივ მყუდრო და მეგობრულ საკლასო ოთახში ვსხედვართ, სადაც ახალი სიტყვების აღმოჩენა ნამდვილი თავგადასავალია ხოლმე. ასე რომ კომფორტულად მოეწყოთ და მოდით, ერთად გავარკვიოთ, თუ რა კონკრეტული ხრიკები დაგვეხმარება გავხდეთ საუკეთესო მთხრობელები, იქნება ეს უბრალო ყოველდღიურ საუბრებში თუ სკოლის წერილობით დავალებებში. აბა ერთი წამით დაფიქრდით და მომისმინეთ. წარმოიდგინეთ ასეთი უცნაური სიტუაცია. ნაბიჯი პირველი, დავიძინე. ნაბიჯი მეორე, გავიხეხე კბილები. ნაბიჯი მესამე, ვივახშმე. მოიცა, რა? აქვს ამას საერთოდ რაიმე ლოგიკური აზრი? ჯერ დასაძინებლად წავიდეთ, მელე ძილში კბილები გავიხეხოთ და ბოლოს სადღაც შუაღამეს ვახშმობა დავიწყოთ, რა თქმა უნდა არა. ჩვენი ამბავი სრულიად აირია და როცა მოვლენებს ასე ლოგიკის გარეშე მივყრით ერთმანეთზე, მსმენელი უბრალოდ იბნევა. ამ ამბავს აშკარად სასწრაფო შეკეთება სჭირდება. ხომ ხედავთ, როგორ აირია ყველაფერი? სწორედ აქ გვჭირდება ის, რასაც ინგლისურად ordering events ვეძახით. ანუ მოვლენების დროის მიხედვით ქრონოლოგიურად დალაგება. იმისათვის, რომ ჩვენი სასაცილოდ არეული ამბავი გამოვასწოროთ, მოვლენების ზუსტად იმ თანმიმდევრობით უნდა დავალაგოთ, როგორც ისინი სინამდვილეში რეალურ დროში მოხდა. რეალურად ქრონოლოგია არის ზუსტად ის ხერხემალი, რაზეც ნებისმიერი კარგი ისტორია დგას. მას როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი? არსებობს სამი მთავარი კითხვა, რომელიც ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. როდესაც რაიმე ამბავს ყვებით, ან თუნდაც ვუსმენთ. უნდა გავითვალისწინოთ, what happened first, ანუ რა მოხდა პირველ რიგში, მერე what happened next, რა მოხდა შემდეგ და ბოლოს what happened last, რა მოხდა სულ ბოლოს. დამიჯერეთ, ეს სამი მარტივი კითხვა ნამდვილი საიდუმლო გასაღებია ნებისმიერი არეული ისტორიის ამოსახსნელად. გარდა კითხვებისა, ჩვენ გვაქვს ერთგვარი ჯადოსნური ინსტრუმენტების ყუთიც. ინგლისურად მათ time order words, ანუ დროის გამომხატველ სიტყვებს ვეძახით. გვაქვს ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად before, რაც ნიშნავს მანამდე, first, ანუ პირველ რიგში, next, რაც ნიშნავს შემდეგ და last, ანუ ბოლოს. ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტები, რომლებიც გვეხმარება ჩვენი წინადადებები ერთმანეთს ლოგიკურად დაუკავშიროთ. მათ გარეშე ჩვენი საუბარი უბრალოდ იზოლირებული, მიყრილი ფრაზების გროვა იქნებოდა და მეტი არაფერი. მოდით, ცოტა უფრო დეტალურად ჩავშალოთ ეს თემა და განვიხილოთ sequence words, ანუ თანმიმდევრობის სიტყვები. დასაწყისისთვის, როცა ამბის მოყოლას ვიწყებთ, ვიყენებთ first ან at first, რაც ნიშნავს პირველად, თავიდან. მერე ამბავი რომ განვავითაროთ და შუა ნაწილი დავაკავშიროთ, გვაქვს then, next ან after that, ანუ შემდეგ, ამის შემდეგ. ეს სიტყვები ამბავს პირდაპირ წინ მიაქანებს. და როცა უკვე ფინიშის სწორზე გავდივართ, ამბის შესაჯამებლად იდეალურია finally ან in the end, ბოლოს საბოლოოდ. ამ სტრუქტურის გამოყენება ჩვენს ტექსტს მართლა პროფესიონალურ ჟღერადობას სცემს. ხო და მოდით ახლა ეს ახალი სიტყვები პრაქტიკაში გამოვიყენოთ და ის ჩვენი უცნაური ამბავი შევაკეთოთ, გახსოვთ ხომ? უყურეთ როგორ ლაგდება ყველაფერი თავის ადგილას. ნაბიჯი პირველი, first I had dinner, ჯერ ვივახშმე. უკვე ლოგიკურია ხომ? ნაბიჯი მეორე, then I brushed my teeth, შემდეგ გავიხეხე კბილები. სავსებით ლოგიკურია. ნაბიჯი მესამე, finally I went to bed. და ბოლოს დავიძინე. სულ სხვა საქმეა. ხედავთ რამ ხელად ძალა აქვს ქრონოლოგიურ დალაგებას, სრულიად უაზრო ტექსტიდან მშვენიერი დასრულებული და გასაგები ისტორია მივიღეთ. ახლა ალბათ იკითხავთ, ეს ყველაფერი გრამატიკას როგორ უკავშირდებაო? ძალიან მარტივად. მოვლენების დალაგება ყველაზე ხშირად ზუსტად past simple-ში, ანუ მარტივ წარსულ დროში გვჭირდება ხოლმე. მაგალითად, ავიღოთ ტიპური დილა წარსულში. შეგვიძლია ვთქვათ, first she woke up, ჯერ გაიღვიძა. Then she had breakfast, შემდეგ ისაუზმა. After that, she went to school. ამის შემდეგ კი სკოლაში წავიდა. ხედავთ როგორ ლამაზად აბამს ეს სიტყვები წინადადებებს ერთმანეთზე ჯაჭვივით? ცოტა კიდევ რომ გავართულოთ და გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკა, მინდა გაგაცნოთ ორი ძალიან ძლიერი დამაკავშირებელი სიტყვა. Before, მანამდე და after, შემდეგ. მოდით შევადაროთ ისინი ერთმანეთს. პირველი მაგალითია. I brushed my teeth before I went to bed.
ანუ კბილები გავიხეხე, სანამ დავიძინებდი. და მეორე, I went home after I finished school. სახლში წავედი მას შემდეგ, რაც სკოლა დავასრულე. ეს ორი სიტყვა უმარტივესად და ძალიან ეფექტურად აკავშირებს ორ სხვადასხვა მოქმედებას დროში. და აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა ჩვენს გრამატიკულ არსენალში when, ანუ ქართულად როცა. აი მაგალითად, when I got home, I watched TV. როცა სახლში მივედი, ტელევიზორს ვუყურე. რატომ გვიყვარს ეს სიტყვა ასე ძალიან? იმიტომ რომ ის გვეხმარება ზუსტად დავიჭიროთ ის მომენტი დროში, როცა რაღაც კონკრეტული მოხდა, ყოველგვარი ზედმეტი წყლის ნაკვის გარეშე. ის ჩვენს ამბავს ძალიან კონკრეტულს ხდის. კარგი, თეორია გასაგებია, მაგრამ პრაქტიკის გარეშე შორს ვერ წავალთ, ხომ ასეა? ამიტომ, როგორც თქვენი მარიტა მასწავლებელი, მინდა გაგიზიაროთ 3 ძალიან მაგარი და სახალისო მეთოდი. ეს მეთოდები გამოადგებათ როგორც ინგლისურის შემსწავლელებს, ისე ჩემს კოლეგებს. პირველი მეთოდია სურათების სწორ რიგში დალაგება. ეს ვიზუალურად ძალიან გვეხმარება. მეორე, პატარა ისტორიების დაწერა ჩვენი ახალი sequence words-ის გამოყენებით. და მესამე, ეგრეთ წოდებული story cards, ანუ ისტორიის ბარათების გამოყენება. ეს მეთოდები სწავლის პროცესს ისეთ სახალისოს ხდის, რომ ვერც კი შეამჩნევთ, ისე აითვისებთ ყველაფერს. სულ ეს იყო დღეისთვის, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, ამ ჩვენი განხილვის ბოლოს ერთი პატარა და საინტერესო გამოწვევა მოქვს თქვენთვის. აბა, კარგად დაფიქრით. What happened first in your day today and what will you do next? ანუ, რა მოხდა დღეს თქვენს ცხოვრებაში პირველ რიგში, მაგალითად, როცა გაიღვიძეთ და რას გააკეთებთ შემდეგ. სცადეთ, გამოიყენეთ ის სიტყვები, რაც დღეს ვისწავლეთ და გონებაში ან თუნდაც ფურცელზე ააწყვეთ თქვენი დღე. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე გამოგივათ, როგორც ნამდვილ პროფესიონალებს. დიდი მადლობა, რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.